ღილამშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და რატოვარი უფალი იყოს ჩვენთან. ჩვენ როგორ ვთქვით, უნდა ჩემ ფიქრებს და აზრებს გაგიზიარებთ, რომლებიც ყველა ადამიანს თალაუნებრივად მოსდევს, მით უმეტეს ამხელა მანძილს რო გადახვალ, გადმოხვალ და იმ პროცესებს აგიხსნით, რაც ხდება უბრალოდ ნატურაში, ბუნებრივად და ჩვეულებრივად. სახში რომ მოდიხარ, ყველაზე მაგრად ხდება, როგორ ახარ, როგორ გუშინ ერთ ამბავში ვიყავი ღამე 3 საათზე მოვედი და სულ კუდი ქიცივი და დღეს ახლა ცხენია, როგორ ახარ? რაღაც უკვე თითქოს ვერ მცნობ ხოლმე, რა თუ ჩაფიქსებული ხარ, ჩვენი ოჯახის წევრია, ჩემი გოგოს ძალიან ახლო მეგობარი. Მაგუშინ ისე დახტოდა და უხაროდა ჩემი ნახვა, დღეს რაღაც უკვე მორცხვად არის. რა არის, გაბრაზებული ხარ? ობა ესეც ჩვენ ხო სულ პრობლემა გვაქვს ვიდეო გადაღებების და ეთყობა არ სიამოვნებს, თან ვერც მეუბნება უკმაყოფილებას და თან გაკვირვებული. ვერ გავიგე, კაი ხასიათზე ხარ თუ ცუდ ხასიათზე ხარ? გოგო. რაღაც ვერ გავუკეთ ერთმანეთს, არავშეს. მივხედოთ საქმეებს. მაინც საქმის გულიც ვარ ჩამოსული და გასტერბაიდერი ვარ. ყოველთვის მაინც ამერიკაში შორს რო არის, ყოველთვის რჩევასავით კი აი პირველი 2 დღე ადამიანმა ძალიან აქტიურად არ უნდა იმოქმედოს, იმიტომ რომ აკლიმატიზაცია უნდა გაიაროს ორგანიზმი. ეს საიდან არის, აი სპორტსმენებიც ხო არის ხოლმე, რომ შეჯიბრებით რო იმზადებიან, აი ოლიმპიურ ჩემპიონატზე, სოფლიო ჩემპიონატზე ამის და მაგვარზე წინასაც ჩადიან 3-4 დღით ადრე, რომ აკლიმატიზაცია გაიაროს. და მე უკვე უდგებიან, ასე ვთქვათ, ფიზიკურ აქტივობას. და აი მეც აი ესეთ მდგომარეობაში ვარ, თუმცა ამ 2-3 დღის განმავლობაში იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა არის, ხო იცით როგორ არის, არა მარტო ამერიკაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც წლის მთელი ნამუშევარი, რაც მთავრობასთან უნდა გასწორდე რა, ესე იგი, რაც შენ გამოიმუშავე, რაც შენ გააკეთე, ის უნდა წარადგინო მთავრობას და თავისი უნდა მისცე გადასახადი და ასეთი რაღაცა. დაზღვევის ამბავი, სამედიცინო ამბავი და ფაქტობრივად ყველა დოკუმენტები და საბუთები უნდა მოიყვანო წესრიგში. ამას რო გააკეთებ და უკვე ყველაფერს წესრიგში მოაგვარებ, მე მთელი წელი უკვე შეგიძლია თავისუფლად იმოძრაო და აკეთო შენი საქმეები. ეს ძალიან სერიოზული თემაა, ეხლა ჩვენ საქართველოში ასე არ არის, თუ შენი პირადი აქ როგორ არის ამერიკაში, შენ პირად შემოსავალსაც აჩვენებ, პირად ანგარიზე და თქვათ კომპანია გაქვს ან სადღაც მუშაობ, იქიდან უნდა გადაიხადო გადასახადი. ამას ზერელეთ არ უნდა შეხედოს ადამიანება სამწუხაროდ, ხო იცი ჩვენ როგორ ვიცით ხო, ზერელეთ უყურეთ ხოლმე, მაგრამ არა, შეიძლება იმ მომენტში თუნდაც იმ წელს არავინ ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ მე ვიცი შემთხვევები 2-3 წლის შემდეგ ამოუქექიათ და ადამიანს გონია უკვე ერთმა წელმა ჩაიარა და მეორე 2-3 წლის შემდეგ საგადასახადო სამსახური ამოუქეკავს და მოადგება და ეუბნება გადაიხადე ეს. აქედან გამომდინარე ამ გადახდას და ამას ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მიეპყროთ. განსაკუთრებით ზოგჯერ არიან ხოლმე ადამიანები თვითონ აკეთებენ ახლა ონლაინისა და კომპიუტერის საშუალებით, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან და სხვებისგან გამოცდილებიდან ვიცი, ჯობია რომ აიყვანოთ ბუღალტერი, სპეციალისტი, რომელიც უშუალოდ ამ თემით არის დაკავებული და ამ სპეციალისტმა მოგიგვაროს საბუთები და მოაწესრიგოს ეს საგადასახადო თემა, რომ მე მთავრობა არ მოგადგეს. შენ გააკეთე ის, გადასახადი გადაიხადე, იყავი ბუღალტერთან. სულაც არ გადადეს, არა? შეშინებულია რა. ამ პერიოდში, ვინაიდან ახლა მე მძღოლური საქმეებით ვარ დაკავებული, აუცილებლად ვამოწმებ. ეხლა კი გონებაში კი ვიცით, რომ ჯარიმა გვაქვს, არა გვაქვს ჯარიმა, ესეც უნდა შეამოწმო, იმიტომ რომ
ეხლა მე როგორც ტრაილერი ძღოლი მე შეიძლება წახვიდე და უცბად ამოგიქქონ და ისეთ DMV და საგადასახადო მოგადგეს ამ ძღოლურ ამბებში. ნუ ძღოლურ ამბებში რას გულისხმობ? მართვის მოწმობას უნდა განახლება 5 წელიწადში ერთხელ. მე არის სამედიცინო ხო გავდივართ სამედიცინო, რა ქვია, შემოწმები. ესეც არის შესამოწმებელი და ვადებს უნდა შეხედო, ვადებს, რომ თქვა 2 წელიწადში ერთხელ ხო არის, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე რა, თქვა მაისში უნდა გაიარო და გავიწყდება ან რაღაცა და მოდის ივნისი და უცბად არ სამედიცინო ისაგა გავლილი, ან რაღაცა იაღლიში გაქვს, ან რაღაცა ჯარიმა გადასახდელი და უკვე გზაზე გექნება პრობლემები. აი ამასაც უნდა ყურადღება. აუცილებლად ეხლა ჩვენ ხო ბანკთან გვაქვს ურთიერთობა და საბანკო კრედიტები. საბანკო კრედიტები ზოგს 3 აქვს, ზოგს 4 აქვს, ზოგს სხვადასხვა ბილეთებში და იქაც ვადებია, ვადები. შეიძლება ისეთი შემთხვევა იყოს, ეხლა მიდიხარ რაღაცის საყიდლად და რა ქვია მას საბანკო ბარას ატარებ და ვადა აქვს გასული. აი რამდენი რაღაცაა, ხო, ნუ საერთოდ როგორ არის, აქ ასეთი დევიზი აქვს ამერიკელებს და ან საერთოდ რომ ყველაფერს გაპატიებენ, როგორც გადაუხდელობას არ გაპატიებენ. და ადამიანები ვართ, ხან იმაზე ფიქრობთ, ხან ამაზე ფიქრობთ და შეიძლება გამოგჩეს უბრალოდ და ხო იცით, ვადას თუ გადაცივდი, ან იმას თუ გადაცივდი, ესენი აკონტროლებენ სულ ჯარიმები და ჯარიმებით. და გვინდა ჩვენ ჯარიმები. რა თქმა უნდა არ გვინდა. უბრალოდ მათა შეიძლება ცოტა რუტინული საქმეა, მაგრამ ჯობია 3-4 დღე დაუთმო ამ საბუთების ყველაფრის გასწორებას, გათანაბრებას, მთავრობასთან მოგვარებას და მე უკვე მთელი წელი შეგიძლია უკვე თავისუფლად იყო. თუმცა მიუხედავად ასეთი ყურადღებისა, მე ჩემ თავს ვეუბნებით ალბათ ბევრის დამეთანხმება, ზოგჯერ ისეთი რაღაცა გამოხდება ხოლმე, რომ ფიქრობ, ეს როგორ გამოჩა, მაგრამ ნუ მაინც შეძლებს და გვარად ჯობია რომ ეს ყველაფერი წლის დასაწყისში გაკეთდეს და აი ამ პროცესებით დავყავდები მე დღეს. დღეს ცოტა გვიანავდექი. და გადავხედოთ ახლა რა ხდება გარეთ. თოვლია მოსული, ზე ამოდის, მაგრამ როგორც ვიცი, თოვლი და ნალექი არ არის დღეს და ერთი წვით გავიდეთ და მივხედოთ ჩვენ საქმეს. წინა ვიდეოში თუ გახსოვთ ჩემი საუბარი, რომ ამერიკაზე თავისუფალი ქვეყანა არ არსებობს დედამიწაზე და გუშინ ვამბობდი მილიონერი ხარ, არა მილიონერი ხარ, ბონჟი ხარ, პატარა გაქვს შემოსავალი, მაღალი გაქვს შემოსავალი, ბევრი, მაგრამ აი თავისუფლად გძნობ ყოველთვის თავს და ზოგჯერ დისკუსიაში რო შემოსვლან ადამიანები უთქვათ, როგორ აგზნობ თავისუფლად თავს, როდესაც ამდენი გადასახადებია, ამდენი ის არის. აი ეგ შეიძლება ადამიანებმა ბევრი ილაპარაკონ, მაგრამ მეორე მხრივ იმ თავისუფლებას დისკომფორტს, რომელიც ეს გადასახადები გიქმნის, თავისებურად თავისუფლებას კარქავ. ხო, იმას თუ რაღაცას დაარღვევ, აქედან ჯარიმა მოვა, იქით თუ რაღაცას არ გააკეთებ, აქედან ჯარიმა მოვა და ეხლა მოდი ყველაფერს დავარქვა თავის სახელი, ფაქტურად ამ ჯარიმები და ამ კონტროლი და ამ საგადასახადო პოლიტიკით მართავ ამ საზოგადოებას, მაგრამ მეორე მხრივ კაცობრიობა სხვა ფორმა ვერ მოიგონა, ხო? ეხლა თუ ადამიანებს დიქტატორით, იდეოლოგიით, რაღაც მეთოდებით აკონტროლებ, ამერიკაში ასეთი დიქტატორული და ასეთი როგორ ვთქვათ, მეთოდებით და იდეოლოგიებით არავინ არ გაკონტროლებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფინანსური საშუალებებით ადამიანები კონტროლდება. ეხლა ზოგს ეს მოსწონს, არ მოხსწონს, მაგრამ ნუ ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე, ყველაფერს ვარქმევ თავის სახეს და ეს ფაქტია. ცუდია თუ კარგია, ამ ფინანსური საშუალებებით კონტროლდება ყველაფერი. მახსოვს აი წლების წინ, როცა საზღვრებით აკეტილი იყო და მახსოვს აი მე ვიძახი, როცა კომუნისტი წყობა იყო და
აი დემოკრატია რო წამოვიდა, ასეთი კითხვა დაისვა. შესაძლებელია თუ არა ამერიკაში რევოლუციაო რა? და ზოგი ისე ამბობდა, ზოგი ამას ამბობდა, მაგრამ უმეტესობამ თქვა რომ ამერიკაში რევოლუცია შეუძლებელიაო. და მე თქვი გამიკვირდა რატო? ჩვენ ხო იცით აი ახალგაზრდები რევოლუციურ სულით ვიყავით, აღტყინები ხო იცით საბჭოთა რევოლუცია სამართლიანობის და ამის და იმის გამო და მაშინ ვერ გვეგულობდი და უბრალოდ ასეთი აზრი მახსოვს რომ ამერიკაში იმდენი გადასახადებიაო, რომ რევოლუციისთვის არავის არ დრო არ აქვს რა, არავის არ ცალია მაგისთვისო და ვერ მივხვდი და რო გავიდა წლები უკვე ეხლა უკვე ავხსნი მე ჩემებურად და რა ხდება? ამ თავისუფალ სამყაროში, სადაც ბევრი ფინანსური ვალდებულებებია და თავისთავად გინდა კაი ცხოვრება, აქ უკვე ბანკებია ჩარეული, საფინანსო ინსტიტუტები, საგადასახაო და ასე შემდეგ და ადამიანს რომელსაც აქ ბანკიდან გამოტანილი ვალი კრედიტი და ის მუშაობს, რომ ეს ვალები დაფაროს თავისი მომავლისთვის და თავისი გეგმებისთვის, იმას ახლა 10 კაციდან 7-8 კაცი არ დაიწყებს მიტინგებზე და რაღაცეებზე სიარულს, იმიტომ რომ იქ რახან კერძო მესაკუთრეობა ამერიკაში, ეხლა ერთხელ წახვალ სამსახური, ორჯერ წახვალ, სამჯერ და რამდენჯერ წახვალ, ხო? მე ბოლოს ის მე პატრონი და ფლობელი იმ ბიზნესის გეტყვის, რომ დატოვე სამსახურს უკვე აქედან გამომდინარე ის ბანკის და ფინანსური ვალდებულებები კისერზე გაწვება და აქედან ყველაფრიდან გამომდინარე რომელი კაცი დაიწყებს ახლა მიტინგებზე და რაღაც გამოსვლებზე სიარულს. ჩვენ დროს მაშინ ამბობდნენ, აი კომუნისტები ამბობდნენ, აი ხედავთ, მამაძაღლი კაპიტალისტები რა მაიმუნები არიან, სად არის ძაღლის თავი ჩადებული, მაგრამ რეალურად რო შეხედოთ, მასეც არის. როცა შენ გაქვს რაღაც ვალდებულებები, კრედიტები, ყველა გაუფრთხილდება თავის სამსახურს, ხო, ბუნებრივია. თუ არ გაუფრთხილდება, მაშინ ვიღაცა არასერიოზული ადამიანი და ის გამოდიხარ. და აქედან გამომდინარე შესაძლებელია ამერიკაში რევოლუცია. თუმცა დღევანდელ ჩვენ საქართველოშიც რაღაცნაირად მუშაობს, ხო? აი ახლა ამდენი ადამიანია, რომელიც ყოფილოა საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მაგრამ ვაი სამსახური არ დავკარგო, ის არ დავკარგო და როგორ ვამბობთ ხოლმე, საჯარო მუშაკები, რომლებიც ყოველთვის არიან იმ მხარეს, ვისი ვალდებულებებიც აქვს. ვალდებულებები ხელფასის სახით, სამსახურის სახით და ასე შემდეგ. აი რაღაც ნათესაური მომენტია, ხო და აი ამ სიტუაციას ალბათ პოლიტიკოსები და ადამიანები, ვინც მართავენ სახელმწიფოს და სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს, ეს ალბათ გათვალისწინებული აქვთ. გონი მართავრი ვარ, რომ დაფიქრდეთ, მეგობრებო, ასეა. ყოველთვის ჩვენ ვიღაცაზე ვარ დამოკიდებული ფინანსურად, პოლიტიკურად თუ იქიდან თუ აქედან, ეს დამოკიდებულება ყოველთვის მოქმედებს ჩვენ მომავალ პროცესებზე. აივი, ხო მეთანხმები. როგორ არის? მალჩანია ზნაკ საგლასია. ანუ გაჩუმება თანხმობის ნიშანიაო, მაგრამ ეს აივის ვერ ავწნო, კაცო, რა არის, რატოა ეტყობა ანი რო წავიდა სამსახურში, ამან მოიწინა და კაი, მოდი დაგტოვებ ხა შენ ჩემო აივი, წავიდეთ, მივხედოთ ჩვენ საქმეს, ვერცხოსობთ, აზრებს გიზიარეთ, მაგრამ ცხოვრება ესეთი. და მგონი ჩვენ იმ დევის მივხვდეთ, ჩვენ ვამბობთ იმას, რაც არის. დანარჩენი უკვე იქეთური და აქეთური თქვენთვის მომიდია. კაი, წავიდეთ ახლა, ჩავიცვათ და გავიდეთ გარეთ. წავართ, აბა შენ ის ნებართვით. წავართ, მივხედოთ ჩვენ საქმეს, რა მიშვებ? წავით. დამილოთ. კარგად. ავარია თბილად ჩავიცვა. ნიუ-იორკს აქ ერთი ასეთი ცუდი თვისება. მართალი ვიქნები, თვისება კი არა. ვინაიდან ტენიანობა არის
ძალიან მაღალი ნიუ-იორკში. თქვა თუ არის -5 გრადუსი, ჩათვალეთ რომ ეს არის -10, -15. და თავიდან ნიუ-იორკში რომ ჩამოდი, ხა ეს ყოველთვის იგრძნობა. გინდა ზაფხულში ჩამოდი, გინდა ზამთარში, აი ეს ტენიანობა ყოველთვის ისეთი როგორ თქვა, ხელმისაწვდომია და აი ეხლაც ყოველთვის ისა ყოველთვის ასნეთ უნდა მიმღებლურად უნდა მიიღო და მომზადებულად. თუმცა ზე ამოვიდა, მაგრამ აი ტენიანობა იგრძნობა. ორი დღე ძალიან დიდი თოვლი იყო და ახლა მოვუჩებიას. ჩვენი მშობლიური ბრაიტონი. და არ გინდა წლები რო გაგატარებული აქ უკვე შენი ხდება. მე პირადად ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა თბილისში ვარ თუ ბრაიტონში ვარ, არა მაქვს ახლა ისეთი მანძილის და აი ეს გზნობა, მანძილის გზნობა არა მაქვს რა. იმიტომ რომ ეთყობა მაინც წლები რომ აქ გაგატარებული. თუმცა არა მარტო აქ, არამედ უკვე ბევრს რო დადიხარ და რომ მოგზაურობ, აი ეს განსხვავებულებასაც უკვე ვეღარ ვხედავ. ამაზე ჩვენ ადრე ვილაპარაკია. და რო ჩამოდიხარ, აი მე ისე თქმა მინდა იცი, ახლა ჩვენ ვიდეოში ხო ვიღებდით ამ თვითმფრინავებზე და მე რომ ამბობ მეთქი ხوار მოგაბეზეთ მეთქი თავი მეთქი და ერთ-ერთ კომენტარმა მითხრა რომ არა პირიქით აი მე მაგაზე პირადადო თვითმფრინავში არა ვარ ნაჯდომე და ყოველთვის მაინტერესებს რა ხდებაო და თავისთავად ახლა ადამიანი რო არ მოგზაურობს და სიტყვაზე წელიწადში ერთხელ წვიდეს ან 2 წელიწადში ერთხელ ან 3 წელიწადში ერთხელ ეს მოგზაურობები ძალიან საინტერესოა მისთვის. უბრალოდ მოგზაურობა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ მანქანის მანძილის შეგრძნება, მე ადამიანების განსხვავება, ადამიანის ტრადიციების და ხასიათების განსხვავება ძალიან ეთრად გრძნობს ამას. მაგრამ მე გადის დრო და აი ჩემ შემთხვევაში გულახდიად გითხრათ, იაპონელი იქნება, აფრიკელი იქნება, ქართველი იქნება, რუსი იქნება, ვიეტნამელი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ყველა არის ჩემთვის ადამიანი. იმიტომ რომ როგორ არის ჩვენ ყველას გვაქვს საერთო 80-85% განსხვავება არის 15-20%. ადრე თუ ამ 15-20%-ს განსხვავებას ძალიან მკვეთრად ვზნობდი, ამჟამად ამ ბევრი სიარბისაგან და ბევრი მოგზაურობიდან გამომდინარე ამ განსხვავებასაც უკვე ვეღარ აგრძნობ. უბრალოდ ჩემთვის არის კაი ადამიანი, ცუდი ადამიანი, პროფესიონალი, არაპროფესიონალი, შტერი, ჭკვიანი. აი ამ თვისებებით უყურებთ მე ადამიანებს და ალბათ ესეც უკვე ალბათ ამ წლებმა და ამ განვლილმა გამოცდილებამ მოიტანა ეს ყველაფერი. ისიც უკვე აღარ არის უცხო ქართველი შეგრძნება, რუსი შეგრძნება, იმდენად გაიხსნა საზღვრები და გაიხსნა საშუალებები, რომ მოდიხარ, ესეც უკვე აღარ არის. ამას ემატება ონლაინი და კავშირის საშუალებები. ესე ჩემი ფიქრები, ჩემო მეგობრებო, ჩემი აზრები და ჩემი შეგრძნებები გაგიზიარეთ. ეხლა მე თქვენ დაგემშვიდობებით, გონი ბევრი ვილაპარაკე, რო არ გავაგზავნოთ ჩვენი ვიდეო. წავალ ეხლა მე მივხედავ ჩემ ამ წეღანას რა თქვის, და საგადასახავდო და ასეთ წვიმანებზე, ეს ისეთი რუტინული საქმეა და შეგხვდებით მედია საინტერესო ვიდეოებში. კარგად.